პარტნიორობის ფარგლებში PSG და მთისწყალი აქტიური ცხოვრების წესის პოპულარიზაციისთვის საერთო კამპანიას იწყებენ. იცხოვრე სრულყოფილად, ასეთია კამპანიის სლოგანი, რომელშიც PSG-ს ვარსკვლავები უსმან დემბელე, ვიტინია, ფაბიან რუისი, დეზირე დუე და გონსალო რამოსი მონაწილეობენ. წყალი მთის და ფრანგული გრანდი 2025 წლის მარტის შემდეგ თანამშრომლობენ. Live life to the fullest. Water მთის. ფაკო ყაზაიშვილი ჩინეთის სუპერლიგის ბომბარდირობისთვის ბრძოლას განაგრძობს. ქართველმა ფეხბურთელმა გოლი კინგდაოს წინააღმდეგ მატჩშიც გაიტანა და შანდუინ ტაიშანს გამარჯვებაში დაეხმარა. ყაზაიშვილმა მიმდინარე სეზონში საერთო ჯამში 5 შეხვედრაში 7 გოლი გაიტანა. UFC-ს ყოფილი ჩემპიონი იან ბლაჰოვიჩი საქართველოში ისვენებს. პოლონელი მებრძოლი, რომელიც მთავრსველობით არის გატაცებული, ყაზბეგში იმყოფებოდა და მყინვარ წვერით დალაშქრა. კომპანია Warner Brothers ლეგენდარულ კობი ბრაიანზე ფილმს გადაიღებს. გამოცემა ვერაიეთის ცნობით სცენარი 1996 წლის NBA-ის დრაფტის ცერემონიის დღეზე მომხდარ გაცვლაზე იქნება, რომლის შედეგადაც ბრაიანტი ლოს-ანჯელეს ლეიკერსში აღმოჩნდა. კობი ბრაიანტი 2020 წლის 26 იანვარს 41 წლის ასაკში ავიაკატასტროფის შედეგად ტრაგიკულად დაიღუპა.